ჩვენ როცა გადავწყვიტეთ ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა, ვიცოდით მხოლოდ ერთი რამ, რომ ყველა წუხდა და ჩიოდა იმის გამო, რომ საქმეები ძალიან ჭიანურდება სასამართლოებში. და ამ ყველაში შედის როგორც ადვოკატები, ისე მხარეები, რომლებსაც სამოქალაქო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ჰქონდათ სასამართლოში. აქ არიან თავად მოსამართლეები, რომლებიც ვინც საუბრობს და კვლევებში იღებს ხოლმე მონაწილეობას, ისინი აღნიშნავენ რამდენად ურთულებს მათ ეს მხარეებთან ურთიერთობასაც და სამუშაო პროცესსაც. რა თქმა უნდა, ყველასთვის პრობლემა არის. პრობლემად დაასახელეს ეს ბიზნესებმაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ ბიზნესების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ ყველა წუხს ამ პრობლემის გამო და ამ პრობლემას არ უარყოფს არც პოლიტიკური ხელისუფლება და არც თავად სასამართლო ხელისუფლების მმართველი რგოლი. სხვა შორის ამ კვლევაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანოების ინფორმაციით საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი გამოწვევი მიზეზია მათი ვერსიით მოსამართლეთა გადატვირთულობა, თუმცა განსხვავებული პოზიცია და მოსაზრება გაქვთ ამ ნაწილში კვლევის ავტორებს, ხო? დიახ, აი მასშტაბებზე რო ვთქვა, ძალიან მოკლედ ამ ჩვენ არც მასშტაბის შესახებ არ ვიცოდით არაფერი, სანამ სიღრმისეულად არ ვიკვლიეთ ეს საკითხი, ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ბევრ ადამიანს ეს აწუხებდა. მასშტაბს რაც ეხება, გამოიკვეთა, რომ ყველა ტიპის საქმე, ყველა ინსტანციის სასამართლოში დაგვიანებით განიხილება, იქნება ეს სამოქალაქო ადმინისტრაციული სისხლის სამართლის საქმეები, ერთადერთი კატეგორია, რომელიც ფორმალურად არ გვიანდება და კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილება არის ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც ბრალდებულს შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ გონივრულ ვადაში განიხილება ის საქმეები, იმიტომ რომ 9 თვის განმავლობაში შეიძლება იყოს პირი წინასწარ პატიმრობაში და ამდენი თვე შესაძლოა მის საქმის გახსნას არ სჭირდებოდეს ობიექტურად მისი სირთულის გათვალისწინებით. თუმცა ჩვენ რეალობაში სამწუხაროდ არ არის ეს ფაქტორები არ მოქმედებს საქმის განხილვის სისწრაფეზე და ყველა საქმე თანაბრად გვიანდება. რა არის ამის გამოწვევი მთავარი მიზეზი კვლევის მიხედვით? ხო, მიზეზების შესახებაც არაფერი იყო ცნობილი, გარდა იმისა, რომ ვარაუდებს გამოთქვამდნენ ხოლმე ადამიანები, მათ შორის სასამართლო სისტემა თუ პოლიტიკური ხელისუფლება, როდესაც სხვათა შორის ქართული ოცნების სამოქმედო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმაში, სასამართლო რეფორმის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმაში არის სწორედ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემად აღნიშნული, რომ მოსამართლეები არიან გადატვირთული და საქმეთა ნაკადი არის დიდი, რასაც ვერ უმკლავდებიან მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს საქმეების განხილვის გაჭიანურებას. თუმცა ეს ვერ იქნება ერთადერთი მიზეზი. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ვერ იქნებოდა ერთადერთი მიზეზი და ამიტომაც გვაინტერესებდა რეალურად რა დგას ამ გადატვირთულობის მიღმა. დავინახეთ, რომ გადატვირთულობა არის მზარდი პრობლემა, ანუ საქმეების რაოდენობა სასამართლოებში იზრდება და სწორედ ამიტომ უბრალოდ აზრს მოკლებული იქნება ამ პრობლემას მიუდგეთ ისე, რომ გადატვირთული თუ არ იქნება მოსამართლე, უბრალოდ მოსამართლეების რაოდენობას თუ გავზრდით, გადატვირთულობაც ამით შემცირდება. არა, იმიტომ რომ საქმეთა ნაკადი არის წლიდან წლამდე მზარდი. ამას აჩვენებს სტატისტიკა. სხვა მიზეზები უკავშირდება სასამართლო სისტემის მართვას, რაც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ კანონმდებლობის იმ ხარვეზებს, რომელიც მოსამართლეს უკეთეს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს მართოს და არეგულიროს სასამართლო პროცესები ისე, რომ მხარეებმა ერთმა ან მეორემ ვის ინტერესშიც არის საქმის გაჭიანურება, ხშირად ხდება ხოლმე ესე, რომ მხარე შეიძლება აწყობდეს საქმის განხილვის გაჭიანურება, არ მიეცეს უსაფუძვლოდ გაჭიანურების შესაძლებლობა. ამას მოსამართლე უნდა აკეთებდეს და ჩვენი კანონმდებლობის პირობებში გარკვეული შესაძლებლობები მოსამართლეებს აქვთ, რომელსაც ისინი კარგად არ იყენებენ, თუმცა კანონმდებლობას ამ მხრივ დახვეწად სჭირდება, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ დამატებითი ბერკეტები. მენეჯმენტთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი გაჭიანურების მიზეზები, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც
განტვირთავდა მოსამართლეებს ან დაეხმარებოდა მათ უფრო სწრაფად საქმეების განხილვაში. ასეთი მექანიზმები არის მიულინება, მოსამართლის სპეციალიზაცია, გარკვეულწილად მოსამართლეების გადაყვანა ერთი სასამართლოდან სხვა სასამართლოშიც. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ კვლევამ გამოაჩინა, რომ ეს მექანიზმები გამოიყენება, მაგრამ არ გამოიყენება საქმეთა დაჩქარების მიზნით და არ იწვევს ასეთ ეფექტს სასამართლო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მივლინება და მივლინება და სპეციალიზაცია მოსამართლის სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. დიახ, და ასევე, როდესაც საქმეების გარკვეული ნაწილი წყლობით არის თაროზე შემოდებული, ეს შეიძლება განსაკუთრებული პრობლემა იყოს მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათ შორის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ხო? აი, რამდენად ხშირია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც სწორედ ამ გადატვირთულობის საბაბით ყურადღების მიღმა რჩება სასამართლოს აი ასეთი მნიშვნელოვანი და მათ შორის საფრთხის შემცველი საქმეების განხილვა. მთელი პრობლემა დიახ ამ სისტემის, ანუ ასე რომ ვთქვათ, არ არსებობს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საქმეთა მართვას სასამართლოში, ხო? რადგან ეს სისტემა არ არსებობს, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ანუ ადმინისტრირების რგოლმა სასამართლოში, ან თავად მოსამართლეებმა, ან გარეშე ზეგავლენის საფუძველზე მოხდეს ისე, რომ საქმეების განხილვა გაჭიანურდეს, ანუ ასე რომ ვთქვათ, თაროზე მოხდეს საქმეების შემოდება იმ საქმეებისა, რომელთა ინტერესი არის, რომ გაჭიანურდეს, რომელთა მიმართაც არსებობს ასეთი ინტერესი, პოლიტიკური ან სხვა ტიპის, ან მოხდეს საქმეების ისეთი დაჩქარება, რომელიც შეუძლებელია, ჩვენ ასეთი საქმეებიც ვნახეთ, რომ შეუძლებელია ამ დატვირთულობის პირობებში მოსამართლემ განიხილოს კონკრეტული საქმე, კონკრეტული განწყობილება მიიღოს ერთი დღის ვადაში, მაგალითად ესე არ ხდება, მით უმეტეს ასეთი გადატვირთულობის გამო ეს შეუძლებელია, ეს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი რაიმე ინტერესი არსებობს საქმის დაჩქარების. ორივე პრობლემა არის, როგორც დაჩქარება და ასე ვთქვათ, თუ ეს რაიმე ტიპის ზეგავლენით ხდება, ისევე გაჭიანურება და თაროზე შემოდება, როდესაც ეს მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე სასამართლომ პასუხი არ გასცეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგადად სასამართლოს თემატიკა დღეს არის განსაკუთრებით აქტუალური. ადამიანები აღმოჩნდნენ სასამართლო დარბაზებში და ყოველდღე ვუყურებთ სასამართლო პროცესებს, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც მიმდინარეობს ისეთ პროცესებს, რომელზეც ეს ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ სასამართლოში მოხდებოდნენ, იმიტომ რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება იყო, ისინი არ არიან კანონდამრღვევები, ჩვეულებრივ ვითარებაში წესით მათ მიმართ რაიმე სისხლის ან ადმინისტრაციული პროცედურები არ უნდა მიმდინარეობდეს, მათ თავად არ მიუმართავთ სასამართლოსთვის და არ დასჭირვებიათ სასამართლო სერვისი, ასე ვთქვათ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კანონმორჩილი ადამიანები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ ამ პროცესში საკუთარი უფლება გამოეყენებინათ, ხო, ამ შემთხვევაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ისინი აღმოჩნდნენ სასამართლო დარბაზში, მოსამართლის წინაშე და მათ სახელმწიფო ედავება კანონდარღვევას. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით საინტერესო არის, როგორ ხდება, რომ ჩვენ ვუყურებთ იმას, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, რომ აი არ არის დამაჯერებელი ის გადაწყვეტილებები, რასაც მოსამართლეები იღებენ. მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. გნებავთ მზიაამაღლობელის საქმე რომ ავიღოთ, არავითარი სამართლებრივი საფუძველი, აი ხა ძალიან სამართლებრივ შეფასებაშიც რომ შევიდეთ, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მისი წინასწარ-პატიმრობაში ყოფნის აი ამ ეტაპზე. და ის მაინც რჩება წინასწარ-პატიმრობაში. ანალოგიურად სხვა დაკავებულების საქმეები, პროტესტის მონაწილეების, რომლებიც თითქოს ძალიან მშვიდად წყნარად საკუთარი უფლების რეალიზებას ახორციელებდნენ და ამ დროს მათ სახელმწიფო ედავება გარკვეულ დარღვევას და სასამართლო მთელ რიგ საკითხებზე ჩვენ ვხედავთ, რომ თვალს ხუჭავს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ ეს, როდესაც არ არსებობს სისტემა საქმეთა მართვის და მოსამართლეს არ აქვს
გავლენა და კონტროლი რა საქმეები განიხილოს პრიორიტეტულად, რომელი საქმეები რა ვადაში დაასრულოს. ამაზე ეს კვლევა სწორედ ამას აჩვენებს, რომ თქვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ რეკომენდაციას უწევთ იდეას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას ერთიანი პოლიტიკის და სისტემის ფორმირება, ხო? ერთიანი სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც მოსამართლეს ექნება საქმეთა მართვაზე კონტროლი. და სადაც ისეთი შემთხვევები, როდესაც აშკარად დაჩქარებულია საქმის განხილვა, ან ძალიან ჭიანურდება, იქნება პასუხისგებაში მიცემული შესაბამისი მოსამართლე. ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, დისციპლინური პასუხისმგებლობა ამისთვის არის განსაზღვრული, თუმცა დისციპლინური პრაქტიკაც დღეს აჩვენებს, რომ არანაირი სახის დარღვევა იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გადაცილება საქმის განხილვის არ იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა, რომ პირები, მხარეები ჩივიან, მიმართავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ჩივიან იმის გამო, რომ მათ ზიანი ადგებათ მათი საქმის განხილვის გაჭიანურების გამო.